ბევრ თემასთან დაკავშირებით სულ საუბარი, მაგრამ შეგებოთ მხოლოდ ერთ თემას შევეხები, საკითხი, რომელიც იმედია, რატომღაც ჯერ ალბათ ყველას გვაწუხებს აქ ვინც ვართ წარმოდგენილი, მათ შორის ქართული ოცნების დეპუტატებსაც, უბრალოდ განსხვავება ჩვენსა და ოპოზიციასა და ქართულ ოცნებას შორის ის არის, ამ საკითხთან დაკავშირებით, როდესაც გვიწევს საუბარი, ისინი ამაზე არ საუბრობენ კონიუნქტურის გათვალისწინებით. საკითხი ეხება თემილა მაჩალიკაშვილს. ამ შენობაში, სადაც ძალიან ხშირად ვივლით ახლა ჩვენ, უნდა გვახსოვდეს, ძალიან ბევრ საკითხს შევეხებით, ჭუნვარე სახეებით გამოვალთ, ზოგჯერ სიმართლეს, ზოგჯერ ტყუილს, ზოგჯერ ემოციებით ვიჩხუბებთ, ვიკამათებთ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, აი ამ შენობის მოპირდაპირე მხარეს კარავში ცხოვრობს ორი შვილმოკვული მამა. ამ შემთხვევაში მე ყურადღება მინდა გავამახვილო ბატონ მაჩალიკაშვილზე. ძვირფასო კოლეგებო ქართული ოცნებიდან, თქვენ ის ადამიანები ხართ, ვისაც გიყვართ მუდმივად მორალური კატეგორიებით საუბარი. რომ აი თქვენ რა მაგრები ხართ, რა დიდსულოვნები ხართ, რა შინაგანი ძალა გაქვთ, რომლითაც იწესრიგებთ საქციელს ყოველთვის და ჩვენ რა ცუდები ვართ. თვეებია ეს ადამიანის კარავში ცხოვრობს, ხო? და ერთი წელია შვილი არ მინდა პათეტიკურად ვჟღერდი, მაგრამ ფაქტს აღვწევ, ხო? დაუხრიტეს საკუთარ სახლში მამა, რომელიც საკუთარ საძინებელში იყო მეუღლესთან ერთად და გვერდის ოთახში იყო საკუთარი შვილი, ახალგაზრდა. ეძინა მობილურით ხელში, მეორე ვერსია არ ეძინა, მაგრამ მობილურით ხელში იწვა საკუთარ ლოგინში და შეუვარდა სახელმწიფო და დახრიტა. აი აქ რა შუაშია ოპოზიცია, რა შუაშია ეს ჯანდაბა ნაციონალური მოძრაობა თქვენი გადმოსახედიდან და სისხლის უსველი ნიკამელია. რა შუაშია, ხო? აი ეს გარეწარი, ვინც ახლა აი ამას საუბრობ, ჩემი სახით, რა შუ ტყუის ბიძახი? ტყუის ბიძახი ხარ, აი მარტა სახში რომ ბიხვად თქვენს ხო ყავთ შვილები, თქვენს ხო ყავთ მეუღლეები, ნათესავები. თქვენ ხო ჩვენზე უკეთესები ხართ, ხახტო, ადექით და გამოიწიეთ. აიძულეთ. გომელაური ყურით მოვიყვანოთ და ვათქმევიოთ ამ ადამიანს, რომ დატო დახრიტა ეს ადამიანი საკუთარ ლოგინში. და პასუხი გავცეთ. ჩემი აზრით, ყოველი დღე საქართველოს პარლამენტში ამ საკითხი უნდა იწყებოდეს და მთავრდებოდეს. მაშინ, როდესაც კარავში ძინავს ადამიანს თვეების განმავლობაში. ჩვენ დავარეგისტრირეთ ბიუროზე უკვე მოთხოვნა დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის თაობაზე მაჩალიკაშვილის საქმესთან მიმართებაში. ახალი რეგლამენტით ეხლა ვეცნობოდი, სულ რაღაც 50 დეპუტატის თანხმობა ჭირდება, რომ ეს დროებით საგამოძიებო კომისია შეიქმნას, ანუ 20 ქართული ოცნების დეპუტატმა უნდა გაბედოს და უარი ართვას, ხელი აწიოს და თანხმობა განაცხადოს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით ერთხელ სამუდამოდ ნათელი მოეფინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მაპატიეთ რა, არც ერთ სიტყვას აქამდე ვცდილობდი, რომელიც არ შესაბამებოდა სიმართლეს, არ შეგარჩენთ, არასოდეს, იმიტომ რომ ხალხ არაგუწრფელები. არაგუწრფელები ხართ, უბრალოდ, როდესაც შვილმოკვული მამა გეხვეწებათ და არა მარტო ჩვენ, თქვენს გეხვეწებათ, რომ შვილი დამიკლეს საკუთარ საძინებელში და დამეხმარეთ. და თქვენ არაფერს არ აკეთებთ. გარდა იმისა, რომ თამაშობთ სახლობანას ქართულ ოცნებაში, ეხლა ძველმა თაობის ქართული ოცნების დეპუტაციამ პირველ რიგში გადმოინაცვლა და უკანა ახალგაზრდა თაობა უკანა რიგებში გადააგდო და ამ ცირკს უნდა უყუროთ. მაპატიეთ.